1 იანვრიდან ახალი რეგულაცია ამოქმედება, რომლის მიხედვითაც პირუტყვის სასაკლაოზე ვეღარ დაკლავენ, თუ მას იდენტიფიცირებული საყურე ნიშანი არ ექნება. დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ რეგულაცია ცხოველთა მიკვლევადობასა და ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს. ახალი ინფორმაცია ფერმერებს, სასაკლაოების მფლობელებს და ვეტერინარებს დღეს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ავსტრია-შვეიცარიის განვითარების სააგენტოების წარმომადგენლებმა გააცნეს. რა დადებითი მხარე ექნება ახალი რეგულაციის ამოქმედებას, რამდენად აისახება ეს ყველაფერი მომხმარებლის ჯანმრთელობაზე და როგორ შეხვდნენ სიახლეს ამ სფეროში მომუშავეები. ნახეთ თათია გოგოლაძის და მამუკა მერებაშვილის სიუჟეტი. ეს საინფორმაციო მასალა ცხოველთა ერთ-ერთი სასაკლაოს კედელზე დღეს გამოაკრეს. აქ ყველა ის პუნქტია გაწერილი, რომელსაც პირუტყვი დაკლამდე და მის შემდგომ უნდა აკმაყოფილებდეს, რადგან ფერმერმა ხორცის რეალიზაცია შეუფერხებლად შეძლოს. შეპესე ნიშას ხელმძღვანელი გვარწმუნებს, რომ მის საწარმოში ხორცპროდუქტების ხარისხის კონტროლი სპეციალისტების მიერ სისტემატურად ხდება. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ კი მომსახურებას შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით გასწევენ. ჩვენ სასაკლაოზე სისტემატიურად ხდება ხორცპროდუქტების კონტროლი, ხარისხის კონტროლი. ეს არის სპეციალური ვეტერინარების მიერ, ვეტერინარი სპეციალისტების მიერ. ტარდება როგორც დაკლის წინა, ისე დაკლის შემდგომი შემოწმება, ხდება ხორცის ეტიკეტირება და გაიცემა შემდეგ უკვე უვნებელი პროდუქტი სასაკლაოდან. მიეწოდება სარეალიზაციო ობიექტებს. ცხოველთა დაავადებებიდან განსაკუთრებით საშიში ბრუცელოზია, რომელიც ადამიანზე გადადის და სხვა პათოლოგიებთან ერთად უშვილობასაც იწვევს. დაავადების პრევენციის მიზნით მეპატრონემ პირუტყვი ვეტექიმს წელიწადში ორჯერ უნდა შეამოწმებინოს. სპეციალისტმა კი ჯანმრთელ ცხოველს საყურე ნიშანი უნდა დაადოს. სასაკლაოს ვეტერინარი გვიყვება, რომ ყველა ცხოველს დაკლამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად სათანადო შემოწმება ადგილზე უტარდება. თუ პირუტყვის რაიმე დაავადება აღმოაჩნდება, მისი რეალიზაციიდან ამოღება და ლიკვიდაცია ხდება. თუ აკმაყოფილებს სულ მოთხოვნილებას, იბეჭდება, ეტიკეტი უკეთდება და იხერხება. გახერხვის შემდეგ მაცივარში მიდის ხორცი შესანახად. ცაც ცივდება და სანამ წავა, დილით გადის ხოლმე ხორცი, მანამდე მაცივარში ინახება. ცხოველთა იდენტიფიკაცია რეგისტრაციის ახალ სისტემასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება მოხდება, შიდა ქართლში მოქმედ ფერმერებს, სასაკლაოების მფლობელებსა და ვეტექიმებს ინფორმაცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. შეხვედრის ფარგლებში ფერმერებმა შეიტყვეს, რომ ახალი რეგულაციით მონაცემთა ელექტრონული ბაზა დაიხვეწება და ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი გახდება. დარგის სპეციალისტების განმარტებით ამ გზით ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკი საგრძნობლად შემცირდება. მომხმარებლის უფლებები კი გაუმჯობესდება. არარეგისტრირებული, რომელიც იქნება საქონელი, ის ვერ გაივლის სასაკლაოზე, ვერ დაიკვლება, შესაბამისად ფორმალურად ვერ მიეცემა, ეს ხორცი ვერ ჩაბარდება თვითონ მარკეტებში, შესაბამისად რძეც რეალიზაციასაც ვერ მოახდენენ. ვეტერინარული კონტროლი ეს ნიშნავს კონცეფტს ფერმიდან ჩანგლამდე, ანუ სრული ციკლი ეს უნდა კონტროლდებოდეს სახელმწიფოს მიერ, რა საბოლოო ჯამში პირდაპირ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს გულისხმობს როგორც დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებას, ასევე სურსათის უვნებლობას. შესაბამისად, მთელი ეს აქტივობები აუცილებლად უნდა აისახოს ცხოველის ეგრეთ წოდებულ ანკეტაზე, რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაც არის მათი საყურე ნიშანი. პროექტს შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოები აფინანსებენ და მისი ღირებულება $5 მილიონი.